ევროპარლამენტში ინიცირებულმა წინადადებამ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი კიდევ ერთხელ გააქტიურა. პოლიტიკური ჯგუფის პატრიოტები ევროპისთვის ვიცე-პრეზიდენტი გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების კომიტეტის შექმნას აპირებს და ხელმოწერებს აგროვებს. უნგრელ დეპუტატს კითხვები აქვს ევროკავშირსა და ათასობით არასამთავრობო ორგანიზაციას შორის გაფორმებულ კონტრაქტებზე და შესაბამისი მონაცემების გამოქვეყნებას ითხოვს. ევროკომისიიდან გამოთხოვილ და გამოქვეყნებულ მასალებში ბრიუსელიდან საქართველოს მესამე სექტორზე გაცემული გრანტების შესახებ ინფორმაციაც იძებნება. მონაცემების გასაჯაროებამ ხელისუფლების ტონი კიდევ უფრო გაამწვავა და გაამკაცრა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რომლებსაც ქართული ოცნება რევოლუციის მოწყობის მცდელობაში და დაფინანსების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს. და ეს მაშინ, როცა ბრიუსელიდან არაერთხელ ითქვა, რომ საქართველოში ბოლო თვეებში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების ფონზე ევროკავშირმა დაფინანსება მთავრობიდან სწორედ სამოქალაქო სექტორისკენ უნდა მიმართოს. ანა ბროლაძე მუშაობს ამ თემაზე, მას ახლა პირდაპირ ეთერში ჩავთავთ. ანა, პირველ რიგში რა გზავნილები ისმის ბრიუსელიდან ამ თემაზე? ოფიციალური ბრიუსელის წარმომადგენელი გაფართოების საკითხებში. ევროკომისარი მარტა კოსი ამბობს, რომ საქართველოში ხელისუფლების მიერ მიღებული ბოლოდროინდელი კანონების საპასუხოდ, რომელსაც ევროპული მხარე ანტიდემოკრატიულად განიხილავს და კანდიდატი ქვეყნისთვის სტატუსის შეუფერებლად, ევროკავშირი აპირებს, რომ თანხები მიმართოს, როგორც გაცხადებული აქვს, მესამე სექტორის გასაძლიერებლად და ახლა ეძებს გზებს, როგორ შეიძლება, რომ არასამთავრობო სექტორის დასაფინანსებლად მოიფიქროს ის იმგვარი ფორმულა, რომ არ შეუქმნას მესამე სექტორს უხერხულობა ახალი კანონმდებლობის გათვალისწინებით. პარალელურ რეჟიმში ევროპარლამენტის ერთ-ერთი პოლიტიკური ჯგუფი პატრიოტები ევროპისთვის აგროვებენ ხელმოწერებს იმისთვის, რომ გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კომიტეტი შეიქმნას. კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი ფიქრობს, რომ ევროპელთა გადასახადების ფული, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების დასაფინანსებლად იხარჯება, ხშირად არამიზნობრივად გამოიყენება. უნგრელი ევროპელი დეპუტატი სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრობდა იმაზე, რომ ევროკომისიამ 2019-2023 წლებში 27,000 კონტრაქტი გააფორმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ჯამში 17 მილიარდი ევროს ოდენობით და საჭიროა, რომ ეს მონაცემები ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. საქართველოში კრიზისის დაწყებიდან დღემდე ევროკომისიამ მნიშვნელოვნად გააძლიერა ძალისხმევა და ამჟამად ახდენს პროექტის იმპლემენტაციას სამოქალაქო საზოგადოების დასახმარებლად, რომლის ღირებულებაც შეადგენს 46 მილიონ ევროს. დამატებითი 32 მილიონი евро ხელმისაწვდომი იქნება უახლოეს ხანში, მას შემდეგ რაც ამას დაამტკიცებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვდგავართ სერიოზული გამოწვევის წინაშე, როგორ მივაწოდოთ დაფინანსება სამოქალაქო საზოგადოებას ისე, რომ თავიდან იყოს აცილებული საქართველოს მთავრობის მხრიდან შემდგომი რეპრესიები. უკანასკნელი რეპრესიული კანონები, კერძოდ უცხოელ აგენტად რეგისტრაციის აქტი, გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები და მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები ნეგატიურად აისახება ევროკავშირის ფინანსური დახმარების მიწოდების შესაძლებლობაზე. მაგრამ მინდა მკაფიო თქვა, რომ ჩვენ ერთგული ვრჩებით ვიპოვოთ საუკეთესო გზები, რათა ჩვენმა დახმარება მიაღწიოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამდე და მედიამდე ისე, რომ მათ უსაფრთხოებას საფრთხე არ შეექმნას. ევროპელი გადასახადების გადამხდელების ფული არ უნდა ხმარდებოდეს პოლიტიკური აქტივისტების ჯგუფებს, რომლებიც აზიანებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზღვრების დაცვისკენ მიმართულ ძალისხმევას, ეწევიან ფერმერების საწინააღმდეგო აგიტაციას და ორგანიზებას უწევენ დემოკრატიულად არჩეული მთავრობების საწინააღმდეგო პოლიტიკურ ქმედებებს. პატრიოტებმა ევროპისთვის საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნეს მონაცემები, რომელიც მათ ევროკომისიის ბიუჯეტის გენერალური დირექტორატიდან გამოიხმეს ევროკავშირის ეგიდითა და თანამშრომლობით სხვადასხვა ქვეყანაში მესამე სექტორის დაფინანსების შესახებ. საქართველოსთან დაკავშირებულ ჩამონათვალში სულ 219 გრანტის შესახებ იძებნება ინფორმაცია, მიმღები ზოგჯერ ერთი და იგივე ორგანიზაცია. განხორციელებული პროექტების ნაწილი კი 2021-2024 წლებს მოიცავს, რამდენიმე გრანტი მომდევნო წლებში უნდა დასრულდეს. პატრიოტები ევროპისთვის გამოქვეყნებულ ფაილში ვკითხულობთ, რომ მაგალითად საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს, იგივე რონდელის ცენტრს რამდენიმე გრანტი აქვს მიღებული, ჯამურად მილიონობით ევროს ღირებულების. დოკუმენტში იძებნება ასევე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაახლოებით 2 მილიონამდე მოცულობის 3 გრანტით, რომელთაგან ერთი 2024 წელს უკვე დასრულდა, ერთის მიზანი იყო 2020-2021 წლებში მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის დაფინანსება, 2022-2024 წელს ტელეკომპანია არტარიას მაგალითად 900,000 ევროს ოდენობის დაფინანსება აქვს მიღებული, საფარს, რომელიც მუშაობს
ქალების უფლებების დაცვაზე ასევე 900.000, პოლიტიკის ინსტიტუტს ასევე მილიონობით ევროს რამდენიმე გრანტი აქვს მიღებული, ისევე როგორც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს დოკუმენტების მიხედვით 9 მილიონამდე გრანტი აქვს ჩარიცხული. სოციალური სამართლიანობის ცენტრს ასევე რამდენიმე გრანტი აქვს, რომლის ჯამური მოცულობა მილიონზე მეტია. დღეს ჩვენ ბუნებრივია რომ შევეხმიანეთ იმ ორგანიზაციების ნაწილს, რომლებიც ვიპოვეთ ჩამონათვალში. მაგალითად, პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელმა კორნელი კაკაჩიამ გითხრა, რომ ის ჰორაიზონ ევროპის ფარგლებში თანამშრომლობს ევროკავშირთან, ჯერ არ გაცნობია კონკრეტულ დოკუმენტებს და ამ მონაცემების გაცნობის შემთხვევაში თუ ჩათვლის საჭიროდ განმარტავს მოგვიანებით მედიასთან საკუთარ პოზიციას. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში გვიპასუხეს, რომ ყველა ანგარიში და ყველა განხორციელებული პროექტის შესახებ ინფორმაცია მათ გვერდზე იძებნება და საჯაროდ ხელმისაწვდომია. ვესაუბრეთ IDFI-ის ხელმძღვანელ პირებს, რომლებმაც თქვეს, რომ ვიქტორ ორბანის პარტიის მიერ გამოქვეყნებულ ციფრებში შეცდომაა და მათაც ვებგვერდზე უდევთ ინფორმაცია განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ. სოციალური სამართლიანობის ცენტრშიც გითხრეს, რომ ვიქტორ ორბანის თანაპარტიელების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ციფრები არასწორია, ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობს მათი იმიჯის შელახვას და მათი გადმოსახედიდან სწორედ ამასვე ემსახურება ბოლოდროინდელი კანონები, მათ შორის იმიტომ, რომ ისინი შეურაცხყოფელად მიიჩნევენ, ასე ვთქვათ, აგენტის იარლიხს. ეს არის ერთადერთი მიზანი, რის გამოც სპეციალურად შექმნილ ბაზაში არ რეგისტრირდებიან, გამჭვირვალობასთან დაკავშირებით კი როგორც თავად აცხადებენ, არანაირი პრობლემა არ აქვს და ამისი მაგალითია მათი შეფასებით და მათი პოზიციით სწორედ ის ინფორმაცია, რომელიც თითოეული ამ არასამთავრობო ორგანიზაციის ვებგვერდზე იძებნება. თანხები არის აშკარად გაზვიადებული, არაზუსტი, ან უბრალოდ აქ არ არის გათვალისწინებული, რომ ამ თანხებს შეიძლება ძალიან დიდი კოალიციები იღებდნენ, სადაც ზოგჯერ ათეულობით ორგანიზაციაც კი ერთიანდება. ხოლმე მაშინ, როდესაც ჩვენ იდეების გამოიბრძვი, საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის გამოიბრძვი, საჯარო სიკეთეებისთვის იბრძვი, ეს პოლიტიკურ საქმიანობად იმ გაგებით, როგორც ეს ქართულ ოცნებას ესმის, ნამდვილად არ შეიძლება რომ ჩაითვალოს. ამ კანონების უკან დგას მიზანი ჩვენი ღირსების და ჩვენი დამოუკიდებლობის შელახვის. ამიტომაც ეს არის პრობლემა ამ კანონთან კავშირში და არა გამჭვირვალობა, რომელიც პროპაგანდის მიერ შემოგდებული აბსურდული ბრალდებაა. იმ საიტზე, რომელიც ორბანმა გააკეთა, იქ არასწორი ინფორმაცია არის, მაგალითად მითითებულია, რომ 967.000-ია გაცემული ორგანიზაციებზე, მაშინ როცა სულ 126 არის 3 წელზე გაცემული ჩვენზე. 4 ორგანიზაცია ამ პროექტში მონაწილე. საქართველოს კიდე გაცხადებული ქონდა ევროკავშირის ინტეგრაცია და ერთ-ერთი მოთხოვნა ევროკავშირის იყო მართლმსაჯულების რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვეხმარებოდით, ასე ვთქვათ, ჩვენს ქვეყანას მონიტორინგით და კვლევებით. ძალიან კარგად იციან და შეცდომაში შეყავთ კვლავ საზოგადოება. აქ გამჭვირვალობაზე არ არის საუბარი, კიდევ ერთხელ ვიძახი. ხელშეკრულებაც, მიზნებიც ამ პროექტის და ყველა აქტივობა ვებგვერდზე არის ხელმისაწვდომი. ჩვენ არ დავივქვავთ უცხო ქვეყნის აგენტებს არავითარ შემთხვევაში. მესამე სექტორის პოზიცია იცის ამ შემთხვევაში მმართველმა გუნდმა, რომლის შეფასებები არაერთხელ მოგვისმენია და დღესაც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები უარს აცხადებენ საკუთარი დაფინანსების გასაჯაროებაზე. ეს ქართული ოცნების გუნდისთვის ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ მათ ბევრი აქვთ დასამალი, ვინაიდან მესამე სექტორს ამ შემთხვევაში ხელისუფლება მიიჩნევს როგორც პოლიტიკურ მოთამაშეს, პოლიტიკური მიზნებით და კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ არ შეიძლება გამჭვირვალობა, რომელიც არის ევროპული ღირებულება, ამგვარად მოინათლოს მათ შორის არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო პარტნიორებში, რომ ეს შეიძლება იყოს რუსული ინტერესების მქონე კანონი. ისინი ამბობენ და კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ამ შემთხვევაში ქვეყანაში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ გაასაჯაროონ საკუთარი დაფინანსება, თუ მათ არაფერი აქვთ დასამალი. რეალურად ძალიან ბევრი რამ აქვთ დასამალი. აშკარაა, რომ საქართველოში ხდებოდა გარეწყაროებიდან ექსტრემიზმის დაფინანსება, რევოლუციური პროცესების დაფინანსება, პროპაგანდის, ათასგვარი მანკიერი პროპაგანდის დაფინანსება, ეკლესიაზე თავდასხმის დაფინანსება, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმის დაფინანსება, რა თქმა უნდა ეს დასამალი აქვს. და ამიტომ არ უნდათ საქართველოში იყოს რეალიზებული დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი, რასაც ქვია გამჭვირვალობა. ხო, ჩვენ თავის დროზე მივიღეთ კანონი გამჭვირვალობის შესახებ, რომელიც ეფუძნებოდა ერთ-ერთ უმთავრეს ტრადიციულ ევროპულ პრინციპს, გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი კლასიკური ტრადიციული პრინციპი და ისინი გამოვიდნენ ამ პრინციპის წინააღმდეგ. ხო, ყველაფერი დღესავით ნათელია. ჩვენ როცა ვამბობთ, რომ მილიონერი NGO-ები არიან, თითქოს წინ თხოვნე და ეხლა ხო ნახეს. ევროპელებმა თავად შექმნეს ვებგვერდი, სადაც პირდაპირ გამოჩნდა ჩვენი მილიონერი NGO-ები და ეს მილიონერი
NGO-ები ხა თავისი ფულიდან და დაფინანსებიდან გამომდინარე მოქმედებენ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ნახეთ თურმე ისვედი ჩვენ რო გვეგონა რომ ამერიკული ფული იყო ძირითადად თურმე ევროპული ფულით არის ძირითადად დაფინანსებული როგორც ჩანს და ამ მილიონებსაც NGO-ები იქიდან იღებენ. ასე რომ ის რაც გააკეთა ისვედმა, როდესაც ამ არჩევნებზე მათ შორის არ აქვეყნებდა პარალელურ დათვლებს, იმიტომ რომ აერია სიტუაცია, ჩვენ თუ აქამდე ვამბობდით, რომ იყო ამერიკული დაფინანსების პასუხისმგებლობა, ეხლა აღმოჩნდა ბრიუსელის პასუხისმგებლობაც არა. აღმოჩნდა, რომ ევროპული ფასეულობა შეიძლება ფარისეულად იყოს გამოყენებული, ამ შემთხვევაში საქართველოში, მაგალითად, გამჭვირვალობა ეს არის რუსული პუტინისტური მოვლენა. რატომ არის რუსული და პუტინისტური მოვლენა? თურმე იმიტომ, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პრაქტიკიდან თუ გამოვალ, ძირითადად დაკავებული არიან პოლიტიკური დღესასრიგის შექმნით, ხშირ შემთხვევაში არჩევნების დისკრედიტაციით და ამის შემდეგ უკვე სხვადასხვა რევოლუციების მოწყობით. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში ეს ყველაფერი არის ანტიევროპული ქმედება, ანტიკანონიერი ქმედება, ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო ნორმას და მით უმეტეს იმ სულისკვეთებას, რასაც ევროპა ქვია და გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა, ამ დაფინანსების გამცემებს და მიმღებებს არანაირად არ აწყობდათ ამის გამჭვირვალობა. იმ მონაცემებში, რომელიც პატრიოტებმა ევროპისთვის გამოქვეყნეს, ვკითხულობთ, რომ რამდენიმე გრანტი მომავალ წლებზე არის გაწერილი და აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული კანონებიდან გამომდინარე კონკრეტულ ორგანიზაციებს სამომავლოდ ევროკავშირიდან დაფინანსების მისაღებად უკვე ამ შემთხვევაში ხელისუფლების თანხმობა დასჭირდებათ. მადლობა ანა ბროლაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.